გამარჯობა ყველას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Global Eye-ში. მე ემილი ფრენსისი ვარ. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. ყოველ კვირას ჩვენ ვუღრმავდებით იმ ამბებსა და საკითხებს, რომლებსაც დღეს ჩვენ სამყაროში ვაწყდებით. აი რა შემოგთავაზებთ დღევანდელ გადაცემაში. ხელოვნური ინტელექტის გიგანტები ემზადებიან საჯაროდ გასასვლელად, მაშინ როცა ისეთი მთავარი პლატფორმების, როგორიცაა OpenAI, შეფასება $1 ტრილიონ უახლოვდება. მას იქნება თუ არა ხელოვნური ინტელექტი გრძელვადიანი ტალღა, თუ შეიძლება ის გახდეს შემდეგი .com ბუშტი, რომლის გასწდომის საფრთხეც არსებობს. გახდა თუ არა პროფესიული ქსელის პლატფორმა LinkedIn საწფისი წერტილი ჩინელი ფარული ოპერატორებისთვის, რომლებიც ეძებენ სამთავრობო და სამხედრო თანამშრომლებს, რათა მათ სახელმწიფო საიდუმლოებები გაამხილონ. რომელი ძლიერი ქვეყანა ხდება პირველი, რომელიც პოპულარულ წონის დაკლების პრეპარატ Ozempic-ს ხელმისაწვდომს ხდის იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს. ეხლა კი რამდენიმე მთავარ ამბავს გადავხედოთ. აშშ-ო მაღალ მზადყოფნაშია, რადგან ახალი ხორცის ჭამელი პარაზიტი მექსიკიდან აშშ-ო საზღვისკენ მიემართება. აშშ-ოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი სამყაროს ჭიის გავრცელება ბოლო 1 წლის განმავლობაში მექსიკაში მოხდა და ახლა უკვე ტეხასშიც აღმოაჩინეს. პარაზიტი აღმოაჩინეს 3 კვირის ხბოში. ჭიისებრი პარაზიტები არიან ბუზები, რომელთა მდედრები დებენ კვერცხებს, ძუძუმწოვრების, მათ შორის შინაური ცხოველების, ღია ჭრილობებსა და ლორწოვან გარსებზე, რაც შეიძლება სასიკვდილო გახდეს. ტეხასში ცხოვრობს 12 მილიონზე მეტი საქონელი და ეს შეადგენს აშტ-შიშის 15%-ს. საქონლის ხორცის წარმოებისა. აი მეტი ინფორმაცია ტეხასის გუბერნატორ გრეგ აბოტისგან. მინდა ყველა მიცოდეს, რომ ახალი სამყაროს ჭიის გავრცელების წინააღმდეგ არსებობს ძალიან კარგად დიდი ხნის წინ დამკვიდრებული პრევენცია და მკურნალობა. მკურნალობა და პრევენცია, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ წარსულში უკვე დანერგა. ჭია ასევე საფრთხეს უქმნის ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებს, მაგრამ ხელისუფლების თქმით, ადამიანებზე გადადებისა და ინფიცირების შანსი თითქმის არ არსებობს. ბოლივიაში გადავდივართ, სადაც პროტესტები კლავაც მძვინვარებს. 10,000-ობით ფერმერი, მეშახტე და ძირძველი თემები მობილიზდნენ, რათა პრეზიდენტი როდრიგო პასის გადადგომა მოითხოვონ. მეტი ვიდრე 1 თვეა მათ ქვეყნის მასშტაბით მთავარ გზატკეცილებზე თითქმის 100 სხვადასხვა ბლოკადა დააყენეს. თუმცა ამ შაბათ-კვირას 2 პოლიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც ისინი რიცხობრივად აღემატებოდნენ და იძულებულნი გახდნენ დაეხიათ სტრატეგიულ გზატკეცილზე, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს აგროინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. პრეზიდენტ პას ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ მოახერხა ქვეყნის ბოლო 4 ათწლეულის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირება, როდესაც ინფლაცია 15%-ს აღწევს. ალბანეთში 1000-ობით მომიტინგე ასევე აპროტესტებს დაგეგმილ ლუქს კლასის კურორტს, რომელსაც მხარს უჭერს კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ჯარედ კუშნერთან, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის სპეციალურ წარმომადგენელთან და პრეზიდენტ ტრამპის სიძესთან. ალბანეთის დროშებითა და ბანერებით ხელში დემონსტრანტები სკანდირებდნენ დაეცეს მთავრობა და მოუწოდებდნენ ოფიციალურ პირებს გადადგომისკენ 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის გამო. კუნძულზე, რომელიც მდებარეობს სანაპიროსთან და დაცულ ჭაობთან ახლოს, სადაც ბინადრობენ სხვადასხვა ცხოველები, მათ შორის ფლამინგოები, ბეჭდები და ზღვის კუები. ეს ასევე ის ადგილია, სადაც ისინი ბუდობენ. ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ჩვენი ქვეყნისა და მიწის დასაცავად. მე კი ჩემს შვილებს ვიცავ, რომ მათ ბედნიერი ვთქვათ ცხოვრება ჰქონდეთ 20 წლის შემდეგ და არ ვიცი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველასთვის კარგად დასრულდება. ეს ოდნავ მეტი ვიდრე 2 კვადრატული მილის კუნძული დაახლოებით 2-ჯერ დიდია ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე. მაგრამ ამჟამინდელი წინადადებით მხოლოდ მიწის ნაწილის განვითარებაა დაგეგმილი, როგორც განვითარების პროცესში ჩართული ოფიციალური პირები ამბობენ. ეხლა გადავიდეთ აზიაზე. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ბიზნესისა და სტარტაპების მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. თუ პარლამენტი დაამტკიცებს, ჰანი გახდება პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ბოლო 20 წლის განმავლობაში. და თუ მას აირჩევენ, მოსალოდნელია, რომ ის უხელმძღვანელებს ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციას, რაც სამხრეთ კორეის ეკონომიკური ზრდისთვის პერსპექტიული იქნება. და ეხლა ჩვენ წვერვალს მივახციეთ.
ასე რომ ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ცვლის იმას თუ როგორ სარგებლობთ ინტერნეტით, ითვწერთ ტექსტებს, ქმნით სურათებს და ბევრ სხვა რამეს, არამედ რამდენად შორს შეიძლება მიგვიყვანოს მან, სანამ ეს ბუშტი გასკდება. ჩვენს პანელსა და დებატებში ამ საღამოს ნიუ-იორკიდან შემოგვიერთნენ სტივენ ვარჰაფტიგი, TMT Equity Research-ის ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი, ასევე დიმიტრი საველატოსი, Aurora MicroStrategies-ის მთავარი ეკონომისტი. ასევე Zoom-ით შემოგვიერთდა ჩვენი IOC4 News English-ის უფროსი კორესპონდენტი ოვენ ალდერმანი. მოგესალმებით ორივეს. სანამ დებატებს დავიწყებთ, მოდი ცოტა წინაპირობას გავეცნოთ. ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ Silicon Valley-ის ექსპერიმენტი. ის თვლის იმას, თუ როგორ ეძებენ ადამიანები ინფორმაციას ინტერნეტში, წერენ ელფოსტებს, ქმნიან სურათებს, კოდავენ პროგრამებს, ამზადებენ ვიდეოებს და მართავენ თავიანთი ბიზნესის ნაწილებსაც კი. მაგრამ რაც უფრო იზრდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო დიდი ხდება კითხვაც. რამდენი ამ ბუმიდან არის რეალური და რამდენი მხოლოდ აჟიოტაჟია? ინვესტორები უზარმაზარ თანხებს დებენ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებში, როგორიცაა Anthropic და OpenAI, რომლებიც წარმოუდგენელ შეფასებებს აღწევენ, მაშინაც კი როცა ჩიპების, მონაცემთა ცენტრებისა და გამოთვლითი ძალის ღირებულება მუდმივად იზრდება. Reuters-ი აფრთხილებს, რომ მთავარი კითხვა შეიძლება არ იყოს, დასრულდება თუ არა ხელოვნური ინტელექტის ბუმი, არამედ ის, რა მოხდება ბაზრებზე, როცა ეს ბუმი დასრულდება. ამავე დროს კონკურენცია უფრო მკაცრი ხდება. ჩინურმა კომპანიებმა, როგორიცაა DeepSeek, უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა ნაკლებ ფასად, რაც ზრდის ზეწოლას ამერიკულ კომპანიებზე და აიძულებს ინვესტორებს იკითხონ, შეძლებენ თუ არა დღევანდელი ლიდერები ხვალაც ლიდერობას. შემდეგ დგება დასაქმების საკითხი. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დაეხმაროს მუსმუშაკებს უფრო სწრაფად იმუშაონ, მაგრამ ის ასევე შეიძლება ჩაანაცვლოს ისეთი ამოცანები, რომლებიც ადრე მწერლების, დიზაინერების, პროგრამისტების, მკვლევარების, მომხმარებელთა მომსახურების აგენტებისა და ოფისის თანამშრომლების მიერ სრულდებოდა. Goldman Sachs-ი ამბობს, რომ ზოგიერთი სამუშაო უკვე იკარგება იმ პოზიციებში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შრომას ანაცვლებს. მაშინ როცა სხვა პოზიციები იზრდება იქ, სადაც ხელოვნური ინტელექტი თანამშრომლებს ეხმარება და არ ანაცვლებს მათ. ამიტომ დებატი აღარ არის იმაზე, შეცვლის თუ არა ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკას. ეს უკვე ხდება. თავარი კითხვა ახლა ისაა, ეს არის თუ არა გრძელვადიანი ტექნოლოგიური რევოლუციის დასაწყისი. თუ ხელოვნური ინტელექტის რბოლა იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ბუშტი შეიძლება გასკდეს მანამდე, სანამ მსოფლიო მზად იქნება შედეგებისთვის. ასე რომ, ეს არის ტრილიონი დოლარის ღირებულების კითხვა. თუ ჩვენ საუბრობთ OpenAI-ზე, როგორც ახლა ხან თქვით, ახლა დავიწყებ ჩვენს პანელს. დავიწყებთ სტივენით. თითოეულ თქვენ გასგავთ 30 წამი პასუხისთვის, სანამ უფრო ღრმად შევალთ კითხვებში. კიდევ ერთხელ, არის თუ არა ეს AI ბუმი რეალური, თუ ეს არის ბუშტი, რომელიც შეიძლება ყველანაირად დაგვაზარალოს, როგორც ჩვენს ჯიბეზე და ინვესტიციებზე, ისე ამ პლატფორმების გამოყენებაზე ინფორმაციის მისაღებად და სხვადასხვა რამის შესაქმნელად. დავიწყებთ სტივენით. სრულიად მჯერა რომ ეს მთელი AI-ის განვითარება ნამდვილად ბუმია. ეს არ გავს იმას, რაც წარსულში გვინახავს, მაგალითად როგორც .com-ის ბუშტი 1990-იანი წლების ბოლოს. მე ფიქრობ, რომ ეს ნამდვილად მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ადრეული ეტაპებია. მიზეზი ის გამოც ეს ვფიქრობ ისაა, რომ კომპანიებს, რომლებიც AI ტექნოლოგიაში ხარჯავენ, ძალიან ძლიერი ბალანსი და ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადები აქვთ. მე ვფიქრობ, ეს ცოტა განსხვავებულია .com-ის ბუშტისგან, სადაც ყველაფერი იმ მაღალი ხარჯების მქონე ადრეული სტარტაპებით იყო გამაგრებული, რომლებიც რეალურად კვებავდნენ .com-ის ბუშტს. და ვფიქრობ, რომ თქვენ ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ AI რევოლუციის, რომელიც ეხლა წინა პლანზე მიმდინარეობს. კარგი და დიმიტრი, შენ რას ვფიქრობ? ეთანხმები თუ არ ეთანხმები? მოусმინე, ფიქრობ ამ ტექნოლოგიური რევოლუციის საინტერესო მხარე, როგორც ყველა სხვა ტექნოლოგიური რევოლუციის შემთხვევაში, ისაა, რომ ორივე შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს რეალური და შეიძლება იყოს ბუშტიც. რკინი გზა მე-19 საუკუნის ბოლოს ძალიან რეალური ტექნოლოგია იყო. ხალხი დღესაც სარგებლობს მატარებლებით, ამავდროულად მათ ფინანსური ბუშტიც გამოიწვიეს. .com-ის ბუშტი და კრასი, რომელიც სტივენმა ახსენა, ასევე რეალურ ტექნოლოგიაზე იყო დაფუძნებული. ჩვენ ყველანი ბდეს ინტერნეტს ვიყენებთ, მაგრამ მასაც თან ახლდა ბუშტი. ასე რომ ორივე შეიძლება იყოს. ზელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება გარდამტესი იყოს, ხოლო მოკლევადიან პერიოდში მაღალი შეფასებები გამოიწვიეს. დიახ, რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერი, ესეც არ არის შავ-თეთრი და ეხლა ალტერბანი ჩაერთვება. რა სიტყვი მეგობარო? ემილი, ეს თამაში ორ ერთზე დასრულდება, რადგან მე მათ მხარეს ვიჯერ. დიმიტრისთან ერთად ვარ. ნახე, კითხულობ სტატიებს და კომენტარებს ამ თემაზე და 19 საუკუნის რკინიგზის მაგალითები, ასევე 2000-იანი წლების .com-ის ბუშტი და ყველაფერი, რაც მათ შორის იყო, წამოიწევა ხოლმე. უცნაური იქნებოდა ბუშტი რო არ ყოფილიყო და პარალელებიც აშკარად ჩანს, მაგალითად, მონაცემთა ცენტრებისკენ გარე ინვესტიციები.
ძალიან გავს 19 საუკუნეში რკინიგზის ხაზების აშენებას და აქ კიდევ მინიმუმ 2 დიდი რისკი არსებობს. ემილი, შენ ახსენე ჩინეთი და ის ფაქტი, რომ ჩინურმა კომპანიებმა საბოლოო ჯამში ასიმეტრიულად შეიძლება გადაასწრონ ამერიკელ კონკურენტებს და ასევე რეგულაციური რისკების პოტენციალი. ჩვენ ყავს 7 კომპანია, დიდებული 7-ეული, რომლებიც შეადგენენ რა საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაციის 60%-ს. უზარმაზარი პროცენტია. შეიძლება არსებობდეს რეგულატორები, რომლებიც მოვლენ და ამ დიდ კომპანიებს წაართმევენ წარმატების წყაროს და ეს შეიძლება მათი შეფასების შემცირების მიზეზიც გახდეს. დრო ამოითურა, მოგვიწევს რომ ისევ დაგიბრუნდეთ. კარგი, ვეცდებით რომ ყველაფერი წესრიგში იყოს და არ აგვერიოს, რადგან ყველა დისტანციურად გვიერთდებით. ასე რომ ისევ რიგით მივყვებით, სტივენით დავიწყებთ. ესე რომ კითხვა ასეთია. ისეთი კომპანიები, როგორიცაა OpenAI და Anthropic, იმსახურებენ იმ შეფასებებს, რასაც მათ აძლევენ. თუ ფიქრობ, რომ ეს შეფასებები გადაჭარბებულია და მიუხედავად ტექნოლოგიისა, შეიძლება საბოლოოდ პრობლემები შეუქმნას მომხმარებლებს, ან მათ, ვინც ამ კომპანიებზე დებს ფსონს. ფიქრობ, რომ როგორც OpenAI-ისთვის, ისე Anthropic-ისთვის საკმაოდ სამართლიანი შეფასებებია. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიებზე, რომლებმაც განიცადეს უპრეცედენტო ზრდის ტემპი, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არც ერთ ინდუსტრიაში არ გვინახავს. და სწორედ ამას ხედავთ ორივე კომპანიასთან დაკავშირებით. Anthropic-მა მიაღწია 47 მილიარდი დოლარის ძლივ შემოსავლის მაჩვენებელს. OpenAI-მაც მიაღწია 25 მილიარდი დოლარის ძლივ შემოსავლის მაჩვენებელს. და ეს არის ზრდა OpenAI-ისთვის 2 მილიარდი დოლარიდან და Anthropic-ისთვის 0-დან, სულ რამდენიმე წლის წინ. It's really უპრეცედენტო ზრდა, რომელსაც ხედავთ ამ ხელოვნური ინტელექტის ლიდერებისგან, სწორედ ამიტომ იმსახურებენ იმ შეფასებას, რაც ახლა აქვთ. დიმიტრის, ეთახმები თუ არ ეთახმები? და ის ფაქტი, რომ ამდენი კონკურენტია, როგორ იმოქმედებს ეს თავისუფალ ბაზარზე ამ შემთხვევაში? მოусმინე, ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიებს ამ ეტაპზე კერძო დაფინანსება აქვს და მათ უკან ძალიან სერიოზული ფაქტორები დგას, რომლებიც ამ შეფასებებს რეალური ფულით ამყარებს. ასე რომ, იმსახურებენ თუ არა ამ შეფასებას, რა თქმა უნდა, იმსახურებენ. ადამიანები სწორედ ამ შეფასებით აბანდებენ ფულს. ეხლა, როცა ისინი ბირჟაზე გავლენ, ფიქრობ, გაჩნდება კითხვა. ხომ არ იქნება ეს რისკიანი? იქნება ეს შეფასება შენარჩუნებული IPO-ს შემდეგაც 2 ან 3 წლის განმავლობაში? ფიქრობ, პასუხი ასეთია. ჩვენ ეს არ ვიცით. ეს არის რისკი. და რისკის გარეშე ვერ მიიღებ მოგებას აქციების ბაზარზე ან სხვა ნებისმიერ ბაზარზე. ასე რომ, დიახ, აბსოლუტურად. ისინი იმსახურებენ იმ შეფასებებს, რასაც იღებენ. ადამიანები რეალურ ფულს დებენ ამაში. მოიწევს ეს შედეგს მომდევნო 2 ან 3 წელიწადში. ვინც ეს არის რისკი. სწორედ ამიტომ არსებობს მოგებაც. დრო გვიჩვენებს. როცა გვაქვს ნებისმიერი სახის ინოვაციური, ეკონომიკური წინსვლა, როგორც ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, when დასფიქრობ შენ? მოусმინე, ეს კომპანიები ნამდვილად ახალ სიტყვას ამბობენ, ემილი. ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ, პრინციპში არსებობს ღირებულება, რომელიც ზედმეტად მაღალია. ჩვენ არ ვიცით, ეს ამჟამინდელი ღირებულებაა თუ მომავლის, რადგან ამ კომპანიების შეფასებები და აქციების ფასები უბრალოდ განუწყვეტლივ იზრდება. და არსებობს პოტენციური კონკურენტები, განსაკუთრებით ჩინეთში, რომლებმაც დაიწყეს ბაზარზე შეხტევა სრულიად განსხვავებული სტრატეგიით. ამიტომ ფიქრობ, რომ აქ არსებული გარემოებები ნამდვილად მოითხოვს სიფრთხილეს. და ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშო ნიშანია, რომ ნიუ-იორკში აქციების შეფასების ესეთი დიდი ნაწილი ასე მცირე რაოდენობის კომპანიებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორების და საპენსიო ფონდების უზარმაზარი თანხა მხოლოდ რამდენიმე კომპანიის ხელშია. რას ნიშნავს ეს ეკონომიკისთვის? და რა შედეგები შეიძლება მოხვდეს ამას, როცა ჩვენი ფულის და ჩვენი მომავლის ესეთი დიდი ნაწილი, ესე ძალიან მცირე რაოდენობის კომპანიებზეა დამოკიდებული და ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანები იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. დიახ, და როგორც ჩვენ აღვნიშნავთ ჩინეთის ფაქტორს, ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი ძალიან სწრაფად და ბევრად იაფად აწარმოონ. როგორ შეიძლება, რა სისწრაფით შეიძლება ეს შეეჯახოს დიდ მიღწევას, რაც ასევე იმოქმედებს ფასებსა და ამ სხვა კომპანიების აქციებზე. ფიქრობ, თუ გინდა დაასრულეს და შემდეგ სტეფანთან და დიმიტრისთან გადავიდეთ. რა თქმა უნდა, რთულია, უცნაურია ჩინეთის ასიმეტრიულ ომში ჩართვაზე ფიქრი. ეს ნებისმიერი თვალსაზრისით გლობალური ძალაა. მაგრამ ხელოვნურ ინტელექტში ასია. აშშ-ის ექსპორტის კონტროლით მას არ შეუძლია მიიღოს ისეთი ნახევარგამტარები და ხელოვნურ ინტელექტის ჩიპები, როგორიც ამერიკულ კომპანიებს ხელთ აქვს. ცხადია, ეს ძალიან გააზრებული ამერიკული პოლიტიკაა, როგორც ტრამპის, ისე ბაიდენის ეპოქაში. მაგრამ ჩინურმა კომპანიებმა იპოვეს ადაპტაციის გზები და გარკვეულწილად უფრო ჭკვიანები გახდნენ, რადგან მათი შეზღუდვები აიდურეთ ასე მოიქცნენ. ჩვენ ვიხილეთ შოკი, როდესაც DeepSeek-ის მოდელის შესახებ გახდა ცნობილი. და ჩინურმა კომპანიებმა იპოვეს გზები, გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება არ იყოს ისეთივე კარგი, როგორც საუკეთესო ამერიკული კომპანიების, მაგრამ ბევრად იაფია. და მათი ინფორმაციის ღია კოდით გამოქვეყნებამ ასევე გაზარდა მათი ბაზრის მოცვა. ჩინელები ამას სხვანაირად აკეთებენ და საბოლოოდ შეიძლება ამით უპირატესობაც მოიპოვონ.
კიდევ ერთხელ, ეს ზრდის რისკს ჩვენგან ბევრისთვის, რადგან ერთგვარად ყველა ჩვენგანი პირდაპირ ან არაპირდაპირ ინვესტირებულია ამ 7 დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში. და სტივენ, ანუ როგორ იმოქმედებს ეს თავისუფალი ვაჭრობისა და ბაზრების საბოლოო შედეგებზე, თუ ჩინეთი დაიწყებს უფრო იაფი მოდელების გამოშვებას? უნდა გამოხატონ ინვესტორება სიფრთხილე, როდესაც დიდ გარიგებებს აკეთებენ. გულისხმობ იმას, რომ ჩინეთიდან რაც გამოდის, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტ პროგრესს ვხედავთ ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა DeepSeek. გულისხმობ იმას, რომ როდესაც ამაზე ვფიქრობ, ეს ასევე აფართოებს ხელოვნური ინტელექტის საერთო საბაზრო შესაძლებლობებს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ვართ კონცენტრირებულები, ჯევონსის პარადოქსის იდეა, რომ ამ მცირე ინფერენციისა და ამ შესაძლებლობებზე თვდომისებლობებზე თვდომის ფასს. დროთა განმავლობაში ეს ბაზარს უფრო გახსნის. აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური პროგრესის მხრივ ჩინეთზე წინ არის. და ფიქრობ ეს მომავალში ფასების შესახებ მეტ საუბარს გამოიწვევს. მაგრამ მთლიანობაში ეს ბაზრის შესაძლებლობებს მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააფართოებს. კარგი. კიდევ ერთი კითხვა, დიმიტრი, შენ კარგად ხარ, პირველ რიგში შენს პასუხს მოვისმენ. მოდი სამუშაოებზე ვისაუბროთ. ფიქრობ, როგორც ინდუსტრიული რევოლუციის დროს იყო, როცა ხალხი ხელით კერავდა ნივთებს, ისინი შეშინებულები იყვნენ. რა მოხდება თუ სამსახურს დაუკარგავ? და შემდეგ ვნახეთ, რომ ამან საზოგადოებაში დიდი წინსვლა გამოიწვია. რამდენად უნდა ეშინოდეთ ადამიანებს, რომ სამსახურს დაკარგავენ და ხელოვნური ინტელექტი ადამიანების საჭიროებას ჩაანაცვლებს? ფიქრობ, ეს ძალიან კარგი კითხვაა. და ძალიან რთულია, იცით, ინდივიდუალურად თუ თქვენი სამსახური ხელოვნური ინტელექტის გამო საფრთხის ქვეშაა, აუცილებლად უნდა იყოთ, თუ არა შეშინებული, მაინც ინფორმირებული იმაზე, რაც ხდება, იმაზე, რაც ხდება. უნდა იცოდეთ, სად და როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი თქვენ სფეროში. ჩვენ როგორც ეკონომისტები, ამას ვაკეთებთ. ჩვენ როგორც ანალიტიკოსები, ამას ვაკეთებთ. და ფიქრობ, ყველა უნდა იყოს ძალიან კარგად ინფორმირებული თუ როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი მასზე და გქონდეს გეგმა. მაკროეკონომიკურ დონეზე, იცით, თქვენ ახსენეთ ტექსტილის წარმოება, ტექსტილის წარმოებამ, იცით, არ გაანადგურა შრომის დალა, არ ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ყველას აღარ მოგვიწევდა მუშაობა. და მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი მიგვიყვანს ისეთ სამყარომდე, სადაც აღარავინ იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში, არა მოსალოდნელ მომავალში, როცა ვამბობ მოსალოდნელს, მოდელს გულისხმობ მომდევნო 10 წელიწადში მაინც არის. ასე რომ, მაკროეკონომიკური პერსპექტივიდან ფიქრობ, იცით, სტივ ახსენდა ჯევონსის პარადოქსი. როცა პროდუქტიულობის ზრდა უფრო მარტივი ხდება, შრომა რეალურად უფრო ფასეული ხდება. როცა მეტ კაპიტალს ვალათილებთ, რომ ხალხმა გამოიყენოს, მათი სამუშაო უფრო ფასეული ხდება. მათ შეუძლიათ მეტი გააკეთონ ამით. მათ შეუძლიათ უფრო პროდუქტიული და ასევე უფრო საინტერესო რაღაცები გააკეთონ ამით. ამიტომ ფიქრობ, აქ ოპტიმისტური სურათიც არის. ადამიანებისთვის ნაკლები მოსაწყენი საქმე იქნება და ბევრად უფრო საინტერესო რაღაცები, რომლებზეც ეს გული ადამიანები იმუშავებენ. დიახ, ანუ ნამდვილად არის ეფექტურობის კუთხე იმ ინსტრუმენტებთან, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს. ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს მეტი მეწარმის და უფრო კრეატიული ხედვების გაჩენას იმ ადამიანებში, რომლებსაც შეიძლება ჩვეულებრივი მოსაწყენი სამუშაოები კონდეთ, რასაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. იქნებ ეს უფრო მეტ პროგრესს გამოიწვევს. რას ფიქრობთ თქვენ? გინდა პირველმა უპასუხო ამ კითხვას? რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ჯევონსის პარადოქსი. სულ რამდენიმე კვირის წინ შევხვდი მას და უბრალოდ ბრწყინვალეა. ემილი, მისი არსი ისაა, რომ ავიღოთ ისეთი რამ, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი. OpenAI-ს და ამ კომპანიებამდე გრაფიკულ დიზაინერს უნდა გადაგეხადა, რომ რაღაცისთვის ლოგო შეექმნა, რასაც შენ მართავდი. ეხლა შეგიძლია chatbot-ს მიმართო, მე ეს რამდენიმე თვის წინ გავაკეთე, მისცე ინსტრუქციები და ის უბრალოდ გიგზავნის ლოგოს. რამდენიმე წუთი ესაუბრები და ფაქტობრივად უფასოდ იღებ მას. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს მოუნდება მეტი ლოგო. შეგვიძლია ისინი ყველგან ჩვენს wallpaper-ზე დავამატოთ თითქმის უფასოდ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გრაფიკული დიზაინის მოთხოვნა გაიზრდება და ეს აფართოებს ადამიანების ხედვასა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს იდეა და მისი გამოყენება აინტერესებთ. და შეიძლება უფრო რთული პროექტები იყოს ის, სადაც ადამიანების ჩართულობა იქნება საჭირო. ესე რომ გრაფიკული დიზაინერები, რომლებიც ახლა მუშაობენ, აღარ დააკეთებენ პროექტების 80%-ს ან 99%-ს, მაგრამ ის 1% ან 10%, რომელსაც ისინი უფრო დიდი რაოდენობიდან შეასრულებენ, ბევრად უფრო საინტერესო იქნება. ესე ვიგებ ჯევონსის პარადოქს და ნამდვილად ესე ჩანს, თითქოს ზოგ სექტორში ეს ხდება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში, შეიძლება კითხვის ნიშნით და შესაძლოა სხვებშიც. ეს საინტერესო და სულ მცირე იმედისმომცემი სცენარია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი სხვა სცენარის და ეს ყველაფერი დიდი უცნობია. სტივენ, რა არის შენი რეაქცია? კიდევ ერთხელ, იქნებიან ადამიანები უფრო კრეატიულები და იქნებ გააკეთონ ის, რაც უფრო სიამოვნებ. ნაცვლად იმ ყოველდღიური სამუშაოსა, რომის გაკეთებაც ხელოვნური ინტელექტს შეუძლია.
სრულად ვეთანხმები იმასაც უკვე ითქვა, ანუ როცა ვფიქრობთ in progress-ზე, რომელიც ამ სამუშაოებიდან შეიძლება მივილოთ, ეს პროგრესი ეტაპობრივი იქნება. და ჩვენ ვერაც კი შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ რა იქნება ამ ყველაფრის გრძელვადიანი გავლენა, ანუ როცა ვფიქრობთ იმ ტექნოლოგიურ რევოლუციაზე, რომლებიც ახლა ხდება, 1950-იან წლებში არსებობდა სამუშაოები, რომლებიც 2000-იან წლებში გაქრა, როცა ინტერნეტი რეალურად ინტეგრირდა სათარმოო ეკოსისტემაში. და იგივე უნდა ველოდოთ ეხლაც. AI რევოლუციის შედეგად უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ვიდრე ის სამუშაოები, რომლებიც გაქრება. მაგრამ ამჟამად ის სამუშაოები, რომლებიც ქრება, ძირითადად სათვისი დონის დაბალი კატეგორიის სამუშაოებია. მაგრამ ეს ქმნის შესაძლებლობებს, რომ ადამიანებმა დაიწყონ წინსვლა და გადაინაცვლონ უფრო მაღალ კვალიფიკაციაზე, ეძებონ ისეთი სამუშაოები, რომლებიც ბევრად მეტ ღირებულებას ქმნის. და მოდი ვისაუბროთ მთავრობის რეგულაციებზე. როგორ იმოქმედებს ეს არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტზე, როგორც ჩვენ ვიცით, არამედ მის ღირებულებასა და ეკონომიკურ მხარეზე. და ასევე მინდა დავამატო, რომ ბევრი აქცია იყიდება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ადამიანების ან ბირჟის ბროკერების ნაცვლად. შეიძლება ესეც იყოს ფაქტორი. გულისხმობ ეს ნამდვილად არის ფაქტორი, რომელიც მთელ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გულისხმობ მთავრობის რეგულაციები ასე უბრალოდ არ გაქრება, მაგრამ ზედმეტი რეგულირებაც არ შეიძლება, როგორც ევროპაში ვხედავთ. ისინი ფაქტობრივად ქვის ხანაში ცხოვრობენ, როცა ჩვენ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციაზე ვფიქრობთ. ეს მართლაც აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირებას გავს ამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, მაგრამ მთელ ინდუსტრიას ვერ დაარეგულირებ და ვერც იმ მიმართულებას, სადაც ყველაფერი მიდის, რადგან ამ ტემპით უბრალოდ წავაგებთ ხელოვნური ინტელექტის რბოლას, რომელიც ახლა ჩინეთთან მიმდინარეობს. And regulators-თვის ნამდვილად კარგი კითხვა, როგორ არ გადააჭარბონ რეგულირებას, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელია გარკვეულ დონეზე მაინც მოხდეს რეგულირება. და დიმიტრი, შენ რას ფიქრობ? მოусმინეთ, როგორც პანელის ევროპელი წარმომადგენელი, უნდა დავეთანხმო სტივენს. ევროპაში გვაქვს AI-ის რეგულაცია, მაგრამ არ გვაქვს AI. ასე რომ ნამდვილად ვფიქრობ, რომ აშშ-ს მიდგომა ბევრად უკეთესია. ეხლა ეს რო ვთქვი და ჩვენ ეს ვნახეთ ანთროპიკის ბოლო მოდელთან დაკავშირებით, რომელმაც კიბერუსაფრთხოების ხარვეზები გამოავლინა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები მთავრობასთან ერთად იმუშაონ. და ვფიქრობ, თეცმასახმა ამ ხრივ შესანიშნავი სამუშაო გასწია რეალურად. ისინი ერთად შეკრიბა და დიალოგში ჩართონ. ასე რომ იცით, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ეროვნული უსაფრთხოების რისკები შეიძლება ჯერ მოგვარდეს, სანამ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფიქრობ, ყველა პროკალას უნდა კონდეს ამის ალბომ კომპონენტი. მაგრამ სულიად ვეთანხმები სტივს, ზედმეტი რეგულაცია უბრალოდ ანადგურებს ინდუსტრიას და არ აძლევს თქვენს ეკონომიკას საშუალებას მიიღოს სარგებელი ამ საოცარი ახალი ტექნოლოგიიდან. Owen? კარგი, ეს თვალშისაცემია, როცა უყურებ. მაგალითად, ემილი, აშშ-ის რეგულაციებს ჩინეთთან მიმართებაში. ჩინეთი ძლიერად ცდილობს განცალკევებას და გლობალიზაციის შემცირებას. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია მრავალთაგან. და იმის გააზრება, რომ ამას აქვს თავისი საზღვრები. შეხედე ჩვენებებს აშშ-ის ექსპორტის კონტროლებზე და აღიარებას, რომ მიუხედავად ყველა ამ კონტროლისა, ზოგიერთი პროდუქტი მაინც აღწევს ჩინეთში. და რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო მხოლოდ ამ კონტროლებზე დათრნობა, რათა შეაჩეროს ან შეზღუდოს ჩინეთის კონკურენტუნარიანობა, საბოლოოდ ამერიკულ კომპანიებს თავად მოუწევთ დამოუკიდებლად დაუპირისპირდნენ ჩინურ კომპანიებს. და ჩვენ ადრე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩინეთი ფაქტობრივად ასიმეტრიულ ომს აწარმოებს და ქმნის ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, რომლებიც ამერიკულ მოდელებზე ნაკლებად კარგია, მაგრამ შესაძლოა ბევრად იაფი იყოს, რაც ჩინეთს პოტენციურ უპირატესობას აძლევს. ჩვენ ნახეთ აქ ისრაელში და მსოფლიოს ბევრ ნაწილში, როგორ შეცვალა ამან ომის წარმოება, ხო ასეა? იაფასიანი დრონების გამოყენებამ ბევრად უფრო ძვირადღირებული იარაღის სისტემები არაეფექტური გახადა. და არსებობს სცენარი, ყოველ შემთხვევაში, რაც მე მინახავს, სადაც ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იგივე მიმართულებით წავიდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საღი აზრის რეგულაცია, რომ შეეცადონ ამის შეჩერებას, ან სულ მცირე მის გადადებას, საკმაოდ გონივრულია, თანაც რეალისტური გააზრებით ამ სტრატეგიის შეზღუდვებისა. და აუცილებლობა იმისა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა იპოვონ გზები თავიანთი უპირატესობის შესანარჩუნებლად და შეერთებულმა შტატებმა გადაჭრას ენერგიის საკითხი მონაცემთა ცენტრებისათვის, სადაც ჩინელებსაც, როგორც ჩანს, დიდი უპირატესობა აქვთ განახლებად ენერგიაში ინვესტირების გამო. ხო, სწორედ ამასთან დაკავშირებით გულისხმობ იმ ჩიპების, ენერგიისა და მონაცემთა ცენტრების ხარჯებს, რაზეც ვსაუბრობ, როგორ იმოქმედებს ეს ხელოვნური ინტელექტის მგრადობაზე, როცა ის რეალურ დროში განაგრძობს განვითარებასა და წინსვლას. Stephanie. ნახეთ, დიახ. ნახეთ, კარგი, ვფიქრობ პარალელს რკინიგზებთან ავლებენ, ხო ასეა. რკინიგზები აშენდა შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნეში. როგორც ამ საუბარში მოვისმინეთ, ისინი დიდი ინოვაცია იყო, მათ ეკონომიკა ბევრად უფრო ეფექტური გახადეს. და ხალხი დიდხანს მგზავრობდა მატარებლებით და აგზავნიდა ნივთებს მატარებლებით, მათ შორის დღემდე.
მაგრამ ამავე დროს რკინიგზები ზედმეტად აშენდა და იგივე რისკი არსებობს მონაცემთა ცენტრების შემთხვევაშიც. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საკმარისი მონაცემთა ცენტრები არ იქნება და ეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას შეაფერხებს. ასე რომ ეს ფაქტორია, რომლის შესახებაც ჯერ არ ვიცით. მაგრამ ჩემი აზრით, ისტორია გვასწავლის, რომ ამ საკითხში ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ რისკები, რადგან ეს შეიძლება გარკვეული ბუშტის წარმოქმნასაც კი გამოიწვიოს. მართალია და ასევე სტივენ არ დაგვაუწყდეს, რომ ინდუსტრიულმა რევოლუციამ უამრავი რამ გამოიწვია. ქვანახშირი და ყველა ის ეკოლოგიური პრობლემა, რომელსაც დღეს ვაცდებით. დიახ, ხელოვნური ინტელექტი თითქოს ჰაერშია, მაგრამ რა შეიძლება იყოს მისი გრძელვადიანი შედეგები? არა მხოლოდ იმ ბზებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ ვიცით, არამედ იმაზეც, რაზეც ვისაუბრეთ, მაგალითად ამ ჩიპების ღირებულება და სხვა საკითხები. გულისხმობ, როცა ვფიქრობთ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის სრულად შექმნაზე, როცა ვფიქრობთ მონაცემთა ცენტრებზე, ენერგიაზე, ეს ნამდვილად გრძელვადიანი თამაშია. გულისხმობ, სწორედ ამაში დებენ ყველა ეს ჰიპერმასშტაბური კომპანიას, დიდ კაპიტალს. ისინი წელს ორჯერ მეტ თანხას ხარჯავენ ხელოვნური ინტელექტის კაპიტალურ ინვესტიციებში, ვიდრე შაშან და ისინი ნამდვილად ცდილობენ გამოიტენონ ეს შესაძლებლობა. და ისინი ხედავენ, რომ მათი pipeline-ში არსებული მოთხოვნის დიდი ნაწილისთვის სიმძლავრე ჯერ კიდევ არ ყოფნით, ანუ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა. და ბევრად ჯობს ზედმეტად ააშენო ვიდრე ნაკლებად, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რეალურად მიიღო მდგრადი ინვესტიციის დაბრუნება. კარგი, დიმიტრის, შენით ვასრულებთ ბოლო აზრები ამ კითხვაზე. მოусმინეთ, რომ ბაზარზე დავაბრუნოთ საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს კაპიტალის დაბანდება უკიდურესად ზვირია. ის იმდენად ზვირია, რომ ისეთი კომპანიების, როგორიცაა Google, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სრულიად სუფთა ბალანსი ჰქონდა და საერთოდ არ ჰქონდა ვალი, წლების განმავლობაში აქციონერებისთვის ფულის დაბრუნების შემდეგ, ეხლა ისინი მხოლოდ გლობალურ ვალის ბაზრებზე კი არ მიდიან საკმარისი თანხის მოსაზიდად ინვესტირებისთვის, არამედ აქციების ბაზრებზე. ეს იყო ის, რაც დასულ კვირას ვიხილეთ. შემდეგ მეტამაც სცადა იგივე პარასკევს, ან გამოაცხადა, რომ შეიძლება აქციების გამოშვება სცადოს, სწორედ ამან დააფრთხო ბაზრები. და ვფიქრობ, ისიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ უნდა გავიგოთ, არის ის, რომ ამას ძალიან დიდი კაპიტალი დასჭირდება. და ისიც ამჟამინდელი შეფასებებით ძალიან რთულია დაინახო, რომ ინვესტორები და გლობალური დანაზოგები ამას უზრუნველყოფენ. ასე რომ ვფიქრობ, ეს არის საფრთხე. არსებობს უზარმაზარი მოთხოვნა კაპიტალზე და იცით შეძლებს თუ არა ბაზარი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შეუძლიათ მათ დააკმაყოფილონ მოთხოვნა. როცა Google აგროვებს 80 მილიარდს, SpaceX-ი გამოდის IPO-ზე, Anthropic-ი გამოდის IPO-ზე, OpenAI გამოდის IPO-ზე და Meta აგროვებს ფულს სულ 6 თვის განმავლობაში, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ნამდვილად საინტერესო საუბარი იყო, მეც ბევრი რამ ვისწავლე და ნახავთ რა მოხდება, მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება და უმჯობესდება, ასე რომ ეს აშკარად ძალიან სწრაფი ცვლილებაა ჩვენ სამყაროში. მადლობა ყველას.